ისოცლე და გაიხარე, ქალი ჩანხარა გაგებული. იცი ლამაზი ხარ ფეხ გადადებული, ჰა? სახელი შენი? მაია. ისოცლე და იხარე, ახალგაზრდა მაია. შენთან მოსვლა საუბარი, იცი როგორ კაია? ჰა? რაგვარი ხარ მაია? გიგუაშვილი, ქართლიდან. ჰა? ქართლიდან ვარ გიგუაშვილი. ჰა. და ერთ მომავალი მოგცეს მუდამ ნათელი, გამიხარდა მაია რომ ძამდები ქართლელი. ჰა? ამოხსოვდეს ბათუმის შავი ზღვა და ქუჩები, იცი რაფერ გამშვენებს შეღებილი ტუჩები. პოეზია ლექსი ხალხს უყვარს და განსაკუთრებით ქალებს. მათი სახის, მათი აღნაგობის ვეტყვი და მოვლიან ხელს მართვენ ხალმო მეხვევიან და ასე, რადგან უყვართ პოეზია. ეს ჩემს ძალიან დადებით ზეგავლუნას ახდენს. ჩემი სახელი და გვარი გურამ არძენაძე. წარმოშობით ქედის რაიონის სოფელი დანდალო. 10 შვილი ვყავდით და ყველაზე უფროსი ვარ მე. ამჟამად 82 წლის ვარ უმაღლესი კატეგორიის პედაგოგი და პოეტი. ვარ 7 წიგნის ავტორი. მე ძირითადად ამ ხალხურმა პოეზიამ გამხადა პოეტი. ხალხურმა პოეზიამ მომცეს ბიძგი, ხალხურმა პოეზიამ შემინარჩუნეს მეხსიერება. ბავშვობიდან მიყვარდა მაღალმთიან სოფლებში სიარული და ხალხურ მელექსებზე მოსმენა, პლუს ამას მარტო კი ავისმენდი, კითხულობდი ქართულ ხალხურ ლექსებს, ზღაპრებს, ამან უფრო განავითარა და განავრცო ჩემი ნიჭი და უნარი. გულში მზესავით მინთია, ქრისტეს მოძღვრების ნათელი. ჩემი სამშობლო დიდია, აჭარელი ვარ, ქართველი. ბედმა გამწირა მაწვალეს, დამხურეს ჩალმის სარქმელი, სისხლი ვერ გამომიცვალეს, აჭარელი ვარ, ქართველი. 1977 წელს ქედის რაიონის სახელით გამგზავნეს თბილისში ახალგაზრდა ჟურნალისტთა შეკრებაზე. ხამის გათხოვა მოგვიწია შავნაბადაზე, ახლად აშენებულ სასტუმროში, კომკავშირულ ქალაქ ბორისნელაძეში. ორკაციანი საწოლები იყო, ჩემგვერით იწვა წევრ კორესპონდენტი ჟურნალისტი, რომელსაც ღამით გადმოაბრუნა თავი და მითხრა, აჭარლები თათრები ხართ. ჩემზე თუმცა უარყოფითად მოქმედა, მაგრამ არაფერი არ მithქვამს. ავდექი, ნელა გავედი დერეფანში, დაუხურე კარები და იმ ღამეს დავიწყე ამ ლექსის წერა. აჭარელი ვარ, ქართველი. და მე-16 დღეს იმდროინდელ რუსთავის მეტალურგიული ქარხნის კულტურის სახლში გაიმართა ლიტერატურული კონკურსი პატრიოტულ თემაზე წარდგენილი ლექსებით. სადაც სხვა ლექსებთან ერთად წავიკითხე ეს ლექსი თელმა დარბაზმა დაიგუგუნა და იჯდნენ იქ აზერბაიჯანელები, სომხები ყველა შევხედენ თვალებში ხოცავდნენ. და ორი ფასიანი საჩუქარი და ვახტანგ მეფის დროინდელი ფრთხილოსანი მაჩუქეს. მე ჩემი პირველი მუშაობა დავიწყე ჭვანის ხეობაში, ტაგიძეების ვატლიან სკოლაში. საიდანაც დამაწინაურესა გადამიყვანეს პიონერთა სახლის დირექტორად. მუშაობდი ქედის რაიონის ახოს საშუალო სკოლაში, კოკოტაურის ვატლიან სკოლაში, წონიარისის საშუალო სკოლაში, გოგიაშვილების საშუალო სკოლაში და შემდგომ 90-იანი წლებიდან საცხოვრებლად გადმოვინაცვლე ქობულეთის რაიონის სოფელ ქვედააჭყუაში, სადაც ჯერ ვიმუშავე ახლანდელი საჩინოს საშუალო სკოლაში მასწავლებლად და შემდგომ ისევ ქვედააჭყვის საშუალო სკოლაში, სადაც 50 წლის შემდეგ გავედი პენსიაში და აღარ მიმუშავია. კარგი არის საუბარი, როგორც იგი წესი. მინდა ახლა თქვენთან ერთად ქალებს ვუთხრა ლექსი. წავედით. ახალგაზრდა გოგო არის ყორემხიდან გაგებული, შეხედეთ როგორ ხდება ხელები უკან დადებული. რა სახელი? ქეთი. ქეთი. ისოცხელ დაიხარე, ახალგაზრდა ქეთი, ღმერთმა ცხოვრებაში მოგცეს კაი ბედიბო. ეს რა არის შენი? ბედი ჩემი. შენი ბედი? გაიხარე ქეთი, ღმერთი გიყვარს ღმერთად, 200 წელი სოცხლამ შექმართან ერთად. მადლობა. შენაც იყავი 200 წლის. შევხვდეთ აქა და ახალგაზრდა ბიჭი ხარ, სიყვარულით სავსე.
Pila mai soli col piga I passi giù. გამარჯობა. გამარჯობა ბაბო. ეს ბათუმის საკურორტო ადგილია აგარაკი. ღმერთმა თქვენ რა მოგიშალოთ აქ ჯდომოდა ლაპარაკი. ჰა? შელაქვია სახელი. რამაზი. მომწონს ახლა უცებ შენი გამოხედვა თავაზი. რა კეთილი კაც ჩახა გაიხარე რამაზია. შენ კეთილი კაცია ამას ყველა იმიხდება. ულვაშები თეთრი წვე იცი როგორ გიხდება. ქალბატონს გაუმაროს გული უდებს საგულეს, ნეტავი ვინე ნატრევო მობილუსუმ ჩაყურებს, ა? აგისულდეს ასომ გიზოს მაგ შენ გულში, ნუ გეშინია მისით მოვისასერზებ მობილურში. ისოცხლე და იხარე, არ დაკარგო იმედი, ღმერთმა მოგიშალოს შენი ველოსიპედი. საქმიანი კაცი ხარ, უსაქმურად ვეძლებ. ახლა აქეთ გამოსული ქალებს ხმარებზებ. არა. პოეზიაში ყველაზე მნიშვნელოვანი არის ამ ქვეყნის ცხოვრებაზე იმედიანი, ოპტიმისტური შეხედულება. ხალხს უნდა აჩვენო ისეთი აზრები, გზები, რომ და დროებით შეაჩეროს ის თანამედროვე უარყოფითი ზეგავლენა წუხილი და იარსებოს ისოცხლოს ამ ქვეყანაზე.